მოგესალმებით. დღეს მინდა გიამბოთ ერთი ძალიან ცნობილი ქართული პიესის, გიორგი ერისთავის გაყრის შესახებ. მაგრამ იცით არ მოტყუდეთ, ეს არ არის უბრალოდ რაღაც ძველი მე-19 საუკუნის კომედია. ეს არის გამადიდებელი შუშა, სარკე, რომელიც საოცარი სიზუსტით გვიჩვენებს პრობლემებს, რომლებიც დღესაც კი ძალიან აქტუალურია. მთელი ეს ამბავი ფაქტობრივად ერთ მთავარ კითხვას სვამს. რა ხდება, როდესაც მთელი ეპოქა თავისი წესებით, ღირებულებებითა და ტრადიციებით პირდაპირ ჩვენ თვალწინ იშლება და ინგრევა. გაყრა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის დრამა. ეს არის მთელი საზოგადოების სურათი, რომელიც სრულ ქაოსშია. და სანამ უშუალოდ სიუჟეტში ჩავყვინთავთ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. ერისთავისთვის კომედია უბრალოდ გასართობის ჟანრი კი არა, ნამდვილი იარაღია. ის სიცილის უკან გვიჩვენებს იმ დროის საზოგადოების ტრაგიკულ და აბსურდულ სახეს. ანუ, ეს არის სარკე, რომელშიც ყველა მანკიერება საოცარი სიცხადით ირეკლება. ახლა კი მოდით პირდაპირ მოქმედების ეპიცენტრში გადავინაცვლოთ. წარმოიდგინეთ დიდებული ძეების ოჯახი, მათი გაულესავი, ნახევრად დანგრეული სახლი. ეს კედლები, ხო ხვდებით, მხოლოდ შენობა არა, არამედ მთელი არისტოკრატული გვარის დაცემის, მათი კოლაფსის სიმბოლოა. კონფლიქტის გულში გვავს ოჯახის უფროსი, ანდუკაფარი. აი, მის სიტყვებში მთელი ტრაგედია ჩანს. ის გლოვობს არაუბრალოდ ოჯახის დაშლას, არამედ იმას, რომ ამ ყველაფერს ითხოვს მისი საკუთარი ძმა, რუსეთში განათლება მიღებული, ეგრეთ წოდებული თერგდალეული. რა მოძრავებს მთელ ამ ქაოსს? სამი ძმის კონფლიქტი. მაგრამ ისინი უბრალოდ პერსონაჟები არ არიან. თითოეული მათგანი წარმოადგენს იმ დროის საზოგადოების სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთთან შეუთავსებელ ნაწილს. აი ხო ხედავთ რა სურათი იხატება. ერთი მხრივ ანდუყაფარი, რომელიც წარსულს მისტირის. მეორე მხრივ პავლე, რომელიც აწმყოს საერთოდ ვერ ამჩნევს და მხოლოდ თავისი ძაღლებითაა გართული. და მესამე ივანე, რომელიც რაღაც გაუგებარ მომავალზე ლაპარაკობს. თუმცა სინამდვილეში ყველაზე დიდ ქაოსს სწორედ თვითონ თესავს. უბრალოდ მოусმინით ანდუყაფარს. მისთვის სიმდიდრე რა არის? მიწა, პური და ღვინო. ეს არის კლასიკური ფეოდალური აზროვნება. მის სამყაროში ფულს ჯერ კიდევ არ აქვს ის გამანადგურებელი ძალა, რომელიც ძალიან მალე მთელ მის ცხოვრებას თასდაყირა დააყენებს. დაი, პავლე, წარმოგიდგენიათ, სანამ ოჯახი ინგრევა და ყველაფერი იშლება, მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი სანადირო ძაღლის სწრაფია. ეს ფრაზა იდეალურად გვიჩვენებს მის სრულ აბსურდულობას და რეალობიდან გაუცხოებას. და ბოლოს, ივანე, ეგრეთ წოდებული პროგრესის მქადაგებელი. მისი მეტყველება ქართული, რუსული და ფრანგული სიტყვების სრული ქაოსია. ის დასცინის ქართულ ღვინოს, ტრადიციებს, მაგრამ სანაცვლოდ რას გვთავაზობს? მხოლოდ რაღაც ბუნდოვან, ნახევრად გაგებულ ევროპულ იდეებს. და სანამ ძმები ერთმანეთს ჭამენ, სცენაზე სრულიად ახალი მოთამაშეები ჩნდებიან. ისინი ამ ოჯახურ კრიზისას არა ტრაგედიად, არამედ ოქროს შესაძლებლობად აგექვავენ. აი ისინიც, ახალი ეპოქის გმირები. ესენი უკვე თავადაზნაურები არ არიან. ესენი არიან კაპიტალისტები და ბიუროკრატები. ძბიერი, მევახშემი გირტუმი, რომელმაც ფულის ძალა იცის, კორუმპირებული მდივანი რამაზი, რომელიც კანონს ისე წერს, როგორც ფული უკან ნახებს, და თვით ოჯახის მოურავი ბარამიც კი, რომელიც ღალატის გზას ადგას. მათთვის ეს ქაოსი უბრალოდ ბიზნესია. მიკირტუმის ეს ფრაზა ფაქტობრივად ახალი სამყაროს მორალური კოდექსია, მისი მანიფესტი. ის ყველაფერს ამბობს. პატიოსნება ეგ სიღარიბეს ნიშნავს, წარმატების გასაღები კი ეშმაკობა და რა თქმა უნდა ფულია. ძველი ღირსებები, როგორიცაა ღირსება და პატიოსნება, ახლა უბრალოდ სასაცილოა. ახლა კი მივადექით პიესის კულმინაციას. ეს არის მომენტი, როდესაც ტრაგედია საბოლოოდ გადაიზრდება სრულ ფარში. ქონების ოფიციალური გაყოფის პროცესი ძალიან სწრაფად იქცევა პათეტიკურ და აბსურდულ ჩხუბში. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სცენა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ივანეს კოლოსალურ ვალებში ახვევს, იწყება ნივთების გაყოფა. დავა, რომელიც მინის ჭურჭელზე დაიწყო, გადადის ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთი ბალიშის გამო. ბალიში, რომელიც სახლისა და სიმყუდროვის სიმბოლო უნდა იყოს, ხდება სასაცილო ძალადობრივი დავის საგანი. ეს მათი სრული მორალური კრახია. და იცით რა არის ყველაზე ირონიული? ამ სიტყვებს ამბობს ივანე, ანუ სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო. მისი რეაქცია ამ სცენას კიდევ უფრო ღრმა შინაარსს სცენს. ეს არის მომენტი, რომელიც ერთდროულად დაუჯერებლად სასაცილოც არის და უსაზღვროდ ტრაგიკულიც. მაშა ასე, ვინ არის საბოლოო გამარჯვებული ამ დავაში? რა თქმა უნდა, არც ერთი ძმა.
იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე უკეთ გაიგო თამაშის ახალი წესები. მიგირტუმის ეს პატარა, ცინიკური სიმღერა ფაქტობრივად მთელი პიესის მთავარ სათქმელს აჯამებს. ახალ სამყაროში სიყვარული, ღირსება, ოჯახი არაფერს ნიშნავს. ერთადერთი, რასაც რეალური ძალა აქვს, ეს არის ფული. ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც ის ივანეს უმღერის. ეს შედარება ძალიან ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა ძალაუფლების ცენტრი. ერთ მხარეს ყავს დაცემული, უუნარო, წარსულზე ჩაბღაუჭებული არისტოკრატია. მეორე მხარეს კი პრაგმატული, დაუნდობელი ფულზე ორიენტირებული კაპიტალისტური კლასი. შედეგად, დიდებული ძეები კარგავენ ყველაფერს, მიკირთუმი კი იმარჯვებს. და აი საბოლოო ირონია. ივანე, რომელიც ევროპულ პროგრესზე, განვითარებასა და ახალ იდეალებზე საუბრობდა, საბოლოოდ იქცევა უხმო პაიკად. ის ფაქტობრივად იყიდება, რათა ვალები გადაიხადოს. მისი მომავალი ნაყიდია საზოგადოების ახალი ბატონის მიერ. და ის დუმს, რადგან სათქმელი უბრალოდ აღარაფერი დარჩა. The Minds. რატომ საუბრობთ დღეს ამდენი წლის შემდეგ ამ პიესაზე? იმიტომ რომ გაყრა არ არის უბრალოდ ისტორიული დოკუმენტი. მისი გზავნილი და გაფრთხილება საოცრად თანამედროვეა. ეს პიესა სვამს უნივერსალურ კითხვებს, რომლებიც დღესაც ძალიან აქტუალურია. რა ხდება, როცა ტრადიცია პროგრესს ეჯახება? რა ფასი აქვს წინსვლას, თუ ის სიბრძნესა და მორალურ ღირებულებებს მოკლებულია? და როგორ იცვლება ძალაუფლების ბალანსი დიდი სოციალური ცვლილებების დროს? და ჩვენც სწორედ ამ კითხვით დავასრულებთ. გაყრა გვიჩვენებს, რომ როდესაც ერთი სამყარო ინგრევა, ისტორიის შემდეგ თავს წერენ არა ისინი, ვინც ყველაზე ლამაზ იდეალებზე საუბრობს, არამედ ისინი, ვინც ყველაზე უკეთ ერგება ახალ, ხშირად ძალიან ცინიკურ თამაშის წესებს. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც სამწუხაროდ დროს არ ექვემდებარება.